გამარჯობა, თქვენ უყურებთ ამერიკის ხმას და ყოველკვირეულ გადაცემას ვაშინგტონი დღეს. მე ეკა მაღალდაძე ვარ და დღევანდელ გადაცემაში შემდეგ თემებზე გიამბობთ. დონალდ ტრამპის წარდგენილმა სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა მარკო რუბიომ კოლეგა კანონმდებლების კითხვებს უპასუხა. როგორი იქნება ტრამპ-რუბიოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები? ევროპარლამენტარები და ევროპული ქვეყნების ლიდერები საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტის გაწყვეტას და მის არაღიარებას ითხოვენ. შესაძლებელია თუ არა სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემა და ეყოფა თუ არა ეს მის საჭიროებებს. დარჩით ჩვენთან. ამერიკის სენატმა დონალდ ტრამპის მიერ კაბინეტის პოზიციებზე წარდგენილი კანდიდატების მოსმენა უკვე დაიწყო. თავდაცვის, დაზვერვის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ხაზინის და სხვა დეპარტამენტის ლიდერების კანდიდატთა მოსმენებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მარკო რუბიოს მოსმენა იყო, რომელიც სახელმწიფო მდივნის პოსტზეა წარდგენილი. ის სენატორების კითხვებს 5 საათის განმავლობაში პასუხობდა. 4 წლის წინ რუბიო თავად უსვამდა კითხვებს ენტონი ბლინკენს, 8 წლის წინ კი დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილ პირველ სახელმწიფო მდივან რეკს ტილერსონს. საგარეო პოლიტიკის რა პრიორიტეტებზე ისაუბრა სენატორმა და რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს მასთან დაკავშირებით საქართველოს. მაია ქვარცხავა დეტალებით. სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე, სადაც ამერიკელმა სენატორებმა კითხვები ამერიკის სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილ მარკო რუბიოს დაუსვეს, ერთ-ერთი წამყვანი თემა უკრაინაში რუსეთის აგრესია იყო. რუბიოს თქმით, ომი უნდა დასრულდეს და ამისთვის დათმობებზე წასვლა ორივე მხარეს დასჭირდება. თუ შეიძლება გაგვაცანით თქვენი შეხედულება უკრაინაზე, თქვენი აზრით, რა არის ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც უნდა გადავდგათ, რათა უკრაინას მაქსიმალურად ძლიერი პოზიცია ეკავოს, თუ კი ის რუსეთთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდება. ის რაც ვლადიმერ პუტინმა ჩაიდინა მიუღებელია, ეს უეჭველია, მაგრამ ეს ომი უნდა დასრულდეს და ვფიქრობ, მისი დასრულება შეერთებული შტატების ოფიციალური პოლიტიკა უნდა იყოს. ეს არ იქნება იოლიქსა. ამას თამამი დიპლომატია დასჭირდება. მსგავსი მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია, რომ ყველა რეალისტურად განეწყოს. დათმობებზე წასვლა არა მარტო რუსეთის ფედერაციას, არამედ უკრაინელებსაც მოუწევთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარეს გარკვეული ბალანსი არსებობდეს. არსებითად ძნელი იქნება ამ მიზნის მიღწევა ცეცხლის შეწყვეტაზე და საბოლოოდ სამშვიდობო შეთანხმებაზე თუ ბერკეტები ორივე მხარეს არ ექნა. მარკო რუბიო 2010 წლიდან ფლორიდის რესპუბლიკელი სენატორია. სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში მას კარგად იცნობენ, რადგან იქ თავადაც 14 წელი იმსახურა. მარკო რუბიო ჭკვიანი კაცია. ის ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ ჩვენ გაუთავებელი ომები არ გქონდეს. ვფიქრობ, ყველა ერთ პოზიციაზე ვართ. რუსების წაგება და უკრაინის მოგება გვსურს. ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ეს ასეც მოხდეს. ყველა ომი პოლიტიკური შეთანხმებით სრულდება. უკრაინის მთავრობისთვის ბერკეტების მაქსიმალურად უზრუნველყოფა უნდა მოხდეს და ვფიქრობ, ეს უნდა იყოს შეერთებული შტატების პოზიცია. რუბიომ სენატში შეაჯამა მსოფლიოში შექმნილი ვითარება. მას ქაოსი უწოდა და ხაზი წესრიგის აღდგენის აუცილებლობას გაუსვა, რაც იოლი საქმე არ იქნება. რუბიოს თქმით, დიქტატორები მოსკოვში, თეირანსა და ფხენიანში ქაოსსა და უწესრიგობას თესავენ, ემხრობიან და აფინანსებენ რადიკალურ ტერორისტულ ჯგუფებს. შემდეგ კი გაეროში ბერკეტად ვეტოს ძალას და ბირთვული ომის საფრთხეს იყენებენ. სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ ამერიკას სამომავლოდ უფრო მოქნილი საგარეო პოლიტიკა დასჭირდება, რათა ვაშინგტონმა შეძლოს ჩინეთზე დამოკიდებულების საფრთხის თავიდან აცილება. კურსს თუ არ შევცვლით, ისეთ სამყაროში მოგვიწევს ცხოვრება, სადაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი ყოველდღიურობის უმეტესი ნაწილი, უსაფრთხოებიდან დაწყებული ჯანდაცვით დამთავრებული, იმაზე იქნება დამოკიდებული, მოგცემს თუ არა ჩინეთი ამის უფლებას. ამგვარი შედეგი მიუღებელია. გამხსნელ მიმართვაში თუ სენატორების კითხვებზე გაცემულ პასუხებში მარკო რუბიოს საქართველო არ უხსენებია. თუმცა გაზაფხულზე ამერიკის ხმასთან ერთ-ერთ ინტერვიუში მან კომენტარი საქართველოში შექმნილ ვითარებაზეც გააკეთა. საიდანაც ჩანს, რომ ის კარგად იცნობს საქართველოს და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსაც ყურადღებით ადევნებს თვალს. რუბიოს კომენტარი 2024 წლის მაისშია ჩაწერილი, როცა საქართველოში ეგრეთ წოდებული უცხოეთის აგენტების კანონის მიღებასთან დაკავშირებით მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. რუსეთთან საქართველოს დაახლოების ხილვა არ მსურს. ეს მათ მიერ არჩეული პარლამენტია.
ვფიქრობ, კანონს ჯერ ვეტოს დაადებენ, შემდეგ მას დაძლევენ. შემაშფოთებელი ვითარებაა და აშკარაა, რომ ამას საქართველოში ხალხი ქუჩებში აპროტესტებს. ეს შემაშფოთებელია, მაგრამ ჩვენ ამაზე უშუალო კონტროლი ვერ გვექნება. საქართველოს პოლიტიკაში განსხვავებული შეხედულებებია, ხომ ასეა? არის პრეზიდენტი, რომელსაც კანონი არ მოსწონს. საკანონმდებლო შტო, რომელსაც ის მოსწონს. კანონმდებლების ნაწილს კი არ მოსწონს. საზოგადოებიდან უამრავი ხალხია, ვინც კანონს აპროტესტებს. საქართველოში რაც ხდება, ეს მათი შიდა საქმეა და ამაზე უშუალო კონტროლი ვერ გვექნება. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს გახლავთ მოვლენების შემაშფოთებელი განვითარება. ვაშინგტონში არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის ხელისუფლების გადაბარების პროცესი ფინალურ ეტაპზეა. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გუნდი აცხადებს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ისინი მომავალ პრეზიდენტსა და სახელმწიფო დეპარტამენტის მომდევნო ლიდერს მტკიცე პოლიტიკას უტოვებენ. მაიკლ კარპენტერმა, უშიშროების ეროვნული საბჭოს წევრმა, ამერიკის ხმასთან საუბარში ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს ბედი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, მაგრამ ის იქვე იმასაც ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა თანდათან უფრო ემსგავსება რუსეთისა და ჩინეთის საგარეო პოლიტიკას. I think we've left the next administration with a very strong policy. ვფიქრობ, ჩვენ ახალ ადმინისტრაციას ძალიან მტკიცე პოლიტიკას ვუტოვებთ. ჩვენ გავყინეთ ყველანაირი დახმარება. 95 მილიარდ დოლარზე მეტი მხარდაჭერა საქართველოსთვის. დავასანქცირეთ საქართველოს მთავრობის ბევრი ოფიციალური პირი ანტიდემოკრატიულ ქმედებებში მონაწილეობისთვის, რაც პროტესტის და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას ეხებოდა. ჩვენ დავასანქცირეთ ამ რეპრესიების წამყვანი არქიტექტორები, მათ შორის ბიზინა ივანიშვილი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღებია საქართველოს არა მხოლოდ შიდა ორიენტაციის, არამედ მისი საგარეო პოლიტიკის შესახებაც, რომელიც უფრო ემსგავსება რუსეთისა და ჩინეთის საგარეო პოლიტიკას. ასე რომ ჩვენ ახალ გუნდს ეს სიტუაცია ამ ადმინისტრაციისგან ძალიან მრავალფეროვანი ქმედებების ნაკრებით გადავეცით. საბოლოოდ კი ცხადია, საკუთარი ბედი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. შემდეგ ეტაპზე მარკო რუბიოს კანდიდატურას საბოლოოდ კენჭს სენატის გაფართოებულ სხდომაზე უყრიან. ვაშინგტონში მოელიან, რომ ის ზედა პალატის დიდი უმრავლესობის ურპარტიულ მხარდაჭერას ძალიან ადვილად მოიპოვებს. მოვალეობის შესრულებას კი მხოლოდ ამერიკის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციისა და სენატში დამტკიცების პროცესის წარმატებით გავლის შემდეგ შეუდგება. მაია ქვარცხავა, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი. ამერიკისა და ევროპული ქვეყნების პარლამენტების, ასევე ევროპარლამენტის წევრებმა დემოკრატიულ სამყაროს მოუწოდეს არ აღიაროს ლეგიტიმურად საქართველოს მოქმედი ხელისუფლება. ბიძინა ივანიშვილის სანქციების, სამოგზაურო შეზღუდვების და დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების პარალელურად გრძელდება ქართული ოცნების ნაბიჯების დამგმობი განცხადებები ევროპის წამყვანი დედაქალაქებიდან და ცალკეული ქვეყნების გადაწყვეტილებები. ბიძინა ივანიშვილის სანქციების შესახებ ინიციატივა წარადგინეს ბრიტანეთის თემთა პალატაშიც. თბილისში კი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისია იმყოფებოდა. ჩვენ ქართული ოცნების არაღიარების მომხრე ერთ-ერთ ევროპარლამენტარს რიჰარდ სკოლს ვესაუბრეთ, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება თანდათან უფრო და უფრო მეტ შეზღუდვას იგრძნობს. ქართულმა ხალხმა კი უნდა იცოდეს, რომ ევროპა მის მიტოვებას არ აპირებს. ბატონო კოლს, მადლობა დროის დათმობისთვის. თქვენ საქართველოს საერთაშორისო მეგობრების იმ ტრანსატლანტიკური ჯგუფის წევრი ხართ, ვინც საჯარო წერილს მოაწერა ხელი დემოკრატიულ სამყაროს მოუწოდა არცნოს ლეგიტიმურად საქართველოს მოქმედი ხელისუფლება და უარი თქვას მასთან მაღალი რანგის ურთიერთობაზე. რატომ ჩათვალეთ ამის ამ ფორმით გაკეთება აუცილებლად? იმის აღქმისთვის იყო აუცილებელი, რომ ქართველი ხალხი, რომელიც 40 დღეზე მეტია მშვიდობიან პროტესტს გამოხატავს, არაა მარტო. ვხედავთ მათ ბრძოლას და იმ შევიწროებას, რაც მმართველი პარტიისგან კვლავ გრძელდება. მმართველი პარტია ახლა უკვე ამერიკელი კანონმდებლების მიერად შეფასებულია როგორც ქართული კოშმარი. ჩვენ მხარს უჭერთ დემოკრატიულ პროცესს, რომელიც გამჭვირვალეა სამართლიანი და არ დავთმობთ ამ პრინციპებს. ესაა საქართველოს საერთაშორისო მეგობრების მრავალფეროვანი ჯგუფი, რომელმაც ამ წერილს ხელი მოაწერა. ესაა ატლანტიკის ორივე მხარეს საკანონმდებლო ორგანოების და ქვეყნების წარმომადგენლების ძალიან მკაფიო გზავნილი. მე როგორც ევროპარლამენტის წარმომადგენელ შემიძლია ვთქვა, რომ გასული წლის ბოლოს რეზოლუცია მივიღეთ, სადაც უდიდეს დამოუკიდებელი დამკვირვებლების დასკვნებზე დაყრდნობით ვთქვით, რომ არ შეგვიძლია ამ არჩევნების ლეგიტიმურად მიჩნევა. ამის შედეგად პარლამენტის არალეგიტიმურია. ჩვენ მოუწოდეთ საარჩევნო პროცედურების დაუყოვნებლივი გაუმჯობესება
არჩევნებისკენ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი არჩევნებისკენ. საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები აქვს. ის არაერთი სავალდებულო შეთანხმების ნაწილია. არსებობს კონკრეტული პროცედურები იმისა, როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები იმ ქვეყანაში, რომელიც EUTO-ს წევრია. სხვა საერთაშორისო სტანდარტებიცაა, რომელთა შემადგენელი ნაწილებიც არ შეიძლება რამეზე გაიყიდოს, ან მასზე თვალი დავხუჭოთ. არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი, გამჭვირვალე, დემოკრატიული, ყველა მონაწილისთვის თანაბარი შესაძლებლობებით. EUTO ოდირის ანგარიში, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ანგარიში იყო ამ პრინციპების უხეში დარღვევების თაობაზე. ის კონკრეტულად უსვამდა ხაზს იმას, რომ არჩევნები манипулირებული იყო. ჩვენ არ შეგვიძლია და ეს ჩვენი მორალური ვალდებულებაა. არ შეგვიძლია ეს არჩევნები ლეგიტიმურად მივიჩნიოთ. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი, ახლანდელი მთავრობა და ამ პარლამენტის მიერ დამტკიცებული პრეზიდენტი ჩვენს თვალში არალეგიტიმურია. ეს ანგარიში თავიდანვე განსხვავებული ინტერპრეტაციის საგანი გახდა. როცა დასავლელი ლიდერები ეყრდნობოდნენ იმას, რომ დამკვირვებლებმა არ შეაფასეს ეს არჩევნები როგორც სამართლიანი და თავისუფალი, ქართული ოცნება მიუთითებდა, რომ ყველაფერი პირიქით იყო და ოდერს მადლობასაც უხდიდა სამართლიანი შეფასებისთვის. თქვენი აზრით, საკმარისი იყო თუ არა EUTO ოდირის დასკვნები იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ შეთანხმებულად ცნოს ეს არჩევნები და მისი ოფიციალური შედეგები არალეგიტიმურად. ოდირი ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის უმთავრესი მანდატიც არის ამ ტიპის სადამკვირვებლო მისიების ჩატარება. მათი დასკვნები იმის შესახებ, იყო თუ არა არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე, მათ ემოციურ შეფასებას კი არ ეყრდნობა, არამედ მტკიცებულებებს, დამოუკიდებელი დამკვირვებლების შეფასებას, მათ შორის მათი, ვინც თავად საქართველოს მთავრობამ მოიწვია. ასე რომ ეს არაა ოდირის მანდატი განსაზღვროს, იყო თუ არა ეს არჩევნები ლეგიტიმური ან არალეგიტიმური. ეს ჩვენი დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების ვალდებულებაა, რომელიც ამ დაკვირვების ნაწილია და ვინც მყარ მტკიცებულებებზე და არა ემოციებზე დაფუძნებულ ამ ანგარიშებს კითხულობს, რომ ჩვენი შეფასებები გავაკეთოთ. ჩვენი შეფასება კი არის ის, რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი და უნდა იყოს მოწოდება ახალი არჩევნების ჩატარებისკენ. ამ პროცესში კი ის ნაკლოვანებები და დარღვევები უნდა აღმოიფხვრას. ხედავთ რაიმე სივრცეს ან მცირედ შესაძლებლობას მაინც იმისა, რომ საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ შეძლოს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის აღდგენა, ან რა მექანიზმები დარჩა ამ საზოგადოებას მასზე გავლენის მოსახდენად. მართველი რეჟიმისგან ვერანაირ სიგნალს ვერ ვხედავ, რომ მათ სურდეთ დაემორჩილონ საერთაშორისო სტანდარტებს, რომ სურდეთ ხალხის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა. ჩვენ ვხედავთ დემონსტრანტების დაპატიმრებას, ვხედავთ, რომ არჩევნების შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად კანონები კიდევ უფრო გამკაცრდა, მაგალითად კანონი საჯარო სამსახურის შესახებ. ეს საჯარო სექტორის პოლიტიზებაა, ეს კიდევ ერთი საფრთხეა. უკვე აღარაფერს ვამბობ რუსულ უცხო ქვეყნის აგენტების კანონზე. ვერ ვხედავ ვერანაირ განზრახვას მიუხედავად რიტორიკისა, რომ ისინი თითქოს რაიმე ტიპის დიალოგში ჩართვისთვის მზად არიან. ამის გაკეთება მარტივია. გადადგით კონკრეტული ნაბიჯები, არა ვერბალური, არამედ რეალური ფიზიკური ქმედებები. შეცვალეთ ის, რაც უკვე ბოლო 6 თვის განმავლობაში მიიღეთ. ქართული კოშმარი საქართველოს რუსულ ორბიტასთან, მის გავლენის სფეროსთან აახლოებს. ეს ჩვენ გვაწუხებს, რადგან საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ასე ძალიან მუჭერთ მხარს. ვნახეთ, რომ მმართველმა რეჟიმმა შეაჩერა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე. ვიტყოდი, რომ განუსაზღვრელი ვადით და დიახ, ჩვენ ამას პასუხს გავცემთ. ევროპარლამენტი მოუწოდებს უფრო მკაცრი სანქციებისკენ სამართალდამცავი უწყებების მიმართ, რომლებიც თავის ძალაუფლებას ბოროტად იყენებენ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. მთავარი გადაწყვეტილებების მიმღებების მიმართ. ვხედავთ, რომ ამერიკა ლიდერობს ქართული კოშმარის ლიდერების დაჟის კუთხით. ვნახეთ, რომ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესდა. ქართული კოშმარი ამ ტერმინს ვიყენებ, რადგან ამერიკის კონგრესს წარედგინა კანონმდებლობა, რომელიც გულისხმობს სანქციებს, შეზღუდვებს მმართველი რეჟიმისთვის და ამ რეჟიმის ქართულ კოშმარად მოხსენიებას მისი თავდაპირველი სახელისგან განსხვავებით. დიახ, ევროპაში რაღაცეები უფრო ნელა ხდება, მაგრამ საბოლოოდ ხდება. ეჭვი არ შეგეპაროთ. არავინ ფიქრობს ისე, რომ ამ ერთმა ამბავმა ჩაიაროს და ყველაფერი თავისით დასრულდება და მერე ჩავერთვებით. დიახ, რთული დროა. და ეს წერილი, რომელსაც ხელი არაერთმა ახლანდელმა თუ ყოფილმა პოლიტიკოსმა მოაწერა, ნათელი განაცხადია იმის, რომ ჩვენ ქართულ ხალხს იმედს არ გავუცრუებთ. 4 წლიანი საპრეზიდენტო ვადის ბოლოს პრეზიდენტმა ბაიდენმა თავისი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და მიღწევებზე ისაუბრა. ის სახელმწიფო დეპარტამენტში დიპლომატებს შეხვდა. შემდეგ კი თეთრი სახლიდან ამერიკელ ხალხსაც მიმართა გამოსამშვიდობებელი სიტყვით. არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი პარალელურად პირობას დებს, რომ ქვეყნის მიმართულებას რადიკალურად შეცვლის.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგარეო პოლიტიკაში თავისი 4 წლიანი მოღვაწეობა ასე შეაჯამა. ჩემი აზრით, დღეს ჩვენი ადმინისტრაციის წყალობით ამერიკა მსოფლიოს შეჯიბრში იმარჯვებს. 4 წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით ამერიკა უფრო ძლიერია. ჩვენი ალიანსები უფრო მყარია, ხოლო ჩვენი მოწინააღმდეგეები და კონკურენტები უფრო სუსტები. ამას ომის გარეშე მივახციეთ. ბაიდენის ხედვის ქვაკუთხედი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული ინსტიტუტები და ნორმებია. მაგალითად, მან ნატოს გაფართოება დაასახელა და აღნიშნა, რომ ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ბლოკმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მეზობელი უკრაინის დაპყრობა არ აცალა. როდესაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა, ფიქრობდა, რომ კიევს რამდენიმე დღეში დაიპყრობდა. სიმართლე ისაა, რომ ომის დაწყების შემდეგ მხოლოდ მე ვიდექი კიევის ცენტრში, ხოლო პუტინი ვერა. ბაიდენმა აღნიშნა, რომ ისეთი ავტორიტარული მოთამაშეები, როგორიც არის ირანი, რუსეთი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა, უფრო სისუსტის გამო, ვიდრე სიძლიერის მიზეზით ერთიანდებიან. ისრაელში დაწყებულ და რეგიონში გავრცელებულ კონფლიქტზე საუბრისას, ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია აქტიურად ცდილობს ამ ხანგრძლივი დაპირისპირების შეჩერებას. ბაიდენმა ხაზი გაუსვა თავის წარმატებას ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პატიმართა გაცვლის პროცესში, რომელიც შარშან გაიმართა. ანალიტიკოსები მომავალ საპრეზიდენტო ცვლილებაზე საუბრობენ. სავსებით შესაძლებელია ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკის მემკვიდრეობა იყოს ის, რომ იგი ბოლო პრეზიდენტია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილ მსოფლიო წესრიგს ამყარებდა, რადგან დონალდ ტრამპი გეგმავს მის ძირეულ ცვლილებას და შესაძლოა ამას მიაღწიოს. ეს იყო ბაიდენის მცდელობა ეჩვენებინა, რომ დიპლომატია დაბრუნდა და რომ მას შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება. თუმცა ისტორიკოსები ვფიქრობ, მის მოღვაწეობას უფრო იმით განსაზღვრავენ, რაც ამის შემდეგ მოხდება. ბაიდენის ვადა 20 იანვარს სრულდება. დასავლეთის ქვეყნებში სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ $100 მილიარდი ღირებულების გაყინული რუსული აქტივები უკრაინას უნდა გადაეცეს. ევროპელ მოკავშირეებს აშფოთებთ, რომ ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა კიევისთვის სამხედრო დახმარება შეამციროს. ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ რუსული აქტივებით ამ დანაკლისის შევსება შესაძლებელი იქნება. დასავლეთის ქვეყნებმა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაყინეს რუსეთის სახელმწიფო აქტივები, რომელთა საერთო მოცულობა დაახლოებით $300 მილიარდი. ამ აქტივების უმეტესი ნაწილი ევროპაში ინახება. ბრიტანეთში ინახება დაახლოებით $22 მილიარდი ღირებულების აქტივები. გასულ კვირას ბრიტანელმა კანონმდებლებმა მოწოდებითი რეზოლუცია მიიღეს, რომლის თანახმადაც ეს თანხა უკრაინას უნდა გადაეცეს. რამდენიმე დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მომავალი გაურკვეველია. ჩვენ ვიცით, რომ ტრამპი უკრაინის საკითხს სხვაგვარად უყურებს. მას განსხვავებული ხედვა აქვს ევროპის უსაფრთხოებასა და რუსეთთან ურთიერთობებზე. ასე რომ თუ გვინდა უკრაინაში ომის კუთხით პროგრესს მივახციოთ, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ შესაძლოა შეერთებული შტატების მხარდაჭერა შემცირდეს, უფრო სწრაფად და ეფექტურად უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს $300 მილიარდი გაყინული აქტივებიდან და გადავცეთ უკრაინას. ახლა დადგა დრო, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ამ საკითხში ლიდერობა გამოიჩინოს და ამ აქტივების გამოყენება მომავალში უკრაინისთვის გადასახდელი რეპარაციების დაფინანსებისთვის მოვითხოვოთ. თუ შეერთებული შტატების დახმარება უკრაინისთვის შემცირდება, ევროპა გაყინული აქტივების შესახებ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდება, ამბობს ალექსანდერ კოლიანდრი, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის წარმომადგენელი. ჩნდება შიში, რომ უკრაინას მივატოვებთ პუტინის საომარ მანქანასთან პირისპირ. თუ საქმე აქამდე მივა, ვფიქრობ გადაწყდება ამ თანხების უკრაინისთვის გადაცემა. კოლიანდრი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინა ამ თანხას ამერიკული იარაღის შესაძენად გამოიყენებს, რაც ტრამპის მხარდაჭერას მოიპოვებს. ეს კარგად ერგება ამერიკა უპირველეს ყოვლისა იდეას. უკრაინას დაეხმარება იარაღის მიღებაში და ტრამპს საშუალებას მისცემს შიდა პოლიტიკაში გარკვეული წარმატებები მოიპოვოს. თუმცა ის აღნიშნავს, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი და რამდენიმე ეროვნული მთავრობა აქტივების ჩამორთმების მიმართ ეჭვს გამოთქვამენ. ისინი შიშობენ, რომ თუ რუსული აქტივები განაწილდება ამ ფაქტობრივად ეროვნულ საკუთრებად გადაიქცევა და უკრაინას გადაეცემა, ეს ევროს როგორც სარეზერვო ვალუტის მიმართ ნდობას შეარყევს.
უცხო ქვეყნები თავისი სუვერენული აქტივების ევროპულ აქციებში, ობლიგაციებსა და ვალუტაში ინვესტირებას იშვიათად მოახდენენ. მოსკოვი აცხადებს, რომ მისი აქტივების ნებისმიერი სახით ჩამორთმევა უკანონო იქნება და პასუხის გაცემის პირობას დებს. თუმცა ანალიტიკოსების თქმით, დასავლური კომპანიების უმეტესობას უკვე ჩამოეწერა რუსეთში არსებული აქტივები. ჰენრი რიჯული, ანი ჩხიკვაძე, ამერიკის ხმა. დღეისათვის სულ ეს იყო. თქვენ უყურებდით ამერიკის ხმის ყოველკვირეულ გადაცემას ვაშინგტონი დღეს. მე ეკა მაღალდაძე ვარ. შემოგვიერთდით მომავალ კვირასაც. ჩვენი ამ და სხვა გადაცემების ნახვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ვებგვერდზე amerikiskhma.com. სიახლეებისთვის თვალისადევნებლად გამოვყვებით Facebook-ის, Instagram-ის, X-ისა და YouTube-ის ოფიციალურ გვერდებზე. მე მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. დროებით.